მოგიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის და პირველი კითხვა მექნება რა თქმა უნდა მელორთან კონკრეტულად უფრო დეტალურად რომ გითხრათ რაზე იყავით თქვენ დაპატიმრებული რაზე იხდიდით სასჯელს და რის გამო მოგენიჭათ პოლიტპატიმრის სტატუსი რა თქმა უნდა დიდი მადლობა ყველას მაყურებელს თქვენ ჟურნალისტებს ვინც მომიწვიეთ ის დაინტერესდა აღნიშნული საქმით რაც შეეხება საქმეს ზოგადად ყველამ კარგად იცის რატომ ვიყავით პოლიტპატიმრები დაკავებული და რას ნიშნავს პოლიტპატიმარი ვინაიდან გარკვეულ პოლიტიკოსების იდეოლოგიას ხელს უშლიდით ახალგაზრდები ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიას ასე ვთქვათ მათ რეჟიმს რაღაც გარკვეულ საფრთხეს უქმნიდით ზოგიერთი მეტნაკლებად ზოგი მეტად ზოგი ნაკლებად და რა ვიცი ვცდილობდით ყოველთვის დაგვიფიქსირებინა ჩვენი აზრი და როგორც იცით თავისუფალას ყოველთვის ებრძოდნენ რაც შეეხება პირადად ჩემს საქმეს ჩემი საქმე დაიწყო ალბათ 2007 წლიდან აქციების შემდეგ 2007 წლის აქციების შემდეგ რამდენიმეჯერ ვიყავი ადმინისტრაციულ პატიმრობაში ჯარიმის მადლენ ყოველთვის ქონდა პრობლემები სამართალდამცავ სტრუქტურებთან ყოველთვის ვცდილობდნენ რომ ნარკოტიკული შემოწმების რაღაცაში გამოვეჭირებდნენ და ნუ ვერ ახერხებდნენ წლების მანძილზე შემდეგ მოხდა იცით ტელევიზიასთან ინციდენტი ავალიანთან რასაც მოყვა დიდი რეზონანსი რეზონანსის შემდეგ მოუწია მიხეილ სააკაშვილს გავენთავისუფლებინე პატიმრობიდან ეს პატრიარქის დამსახურებაა და რა თქმა უნდა გია გაჩიჩილაძის უცნობის და იმ ხალხის ვინც იქ მოვიდა ჩვენს მხარდასაჭერად ვინაიდან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით ქონდა წამებას ადგილი რაც სახელმწიფო ექსპერტმაც დაადასტურა და გვაქვს ეს საქმე სტრასბურგში გაგზავნილი წამებასთან დაკავშირებით ასევე გვაქვს გაგზავნილი უდანაშაულობის პრეზუმპციასთან მიხეილ სააკაშვილის განცხადება რომელმაც ბრალის წაყენებამდე ხულიგანი მიწოდა და ნუ მოუწია განთავისუფლება შვიდში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რა შემდგომ განთავისუფლების შემდეგ ხშირად ქონდა პრობლემები იყო თავდასხმები სხვადასხვა სახის გამიზიანის ხერხემალი რამდენიმეჯერ ვიყავი ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლით რა დავარქვათ არ ვიცი დაზარალებულად არც ერთ საქმეში ჯერჯერობით არ ვარ ცნობილი გამოძიება მიდის 2009 წლიდან სხვადასხვა საქმეზე შემდგომ მოხდა როგორც იცით საბჭოთა პერიოდშიც იმართებოდა მსგავსი მეთოდებით როდესაც მუხტი ვარდებოდა 2009 წლის აპრილის აქციების შემდეგ ზაფხულობით განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ და მათი დაპატიმრება ხდებოდა მუხტის დაცემის შემდეგ ზაფხულში ანუ რა დაიჭირეს უამრავი ჩემი მეგობარი ზაფხულის პერიოდში და გარკვეულმა ჯგუფმა მე ლევან ჩიტაძე თვითონი გლოშმა შექმნით ორგანიზაცია და ვითხოვდით პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ეს ხდებოდა ივლისის თვეში 2009 წლის უკაცრავად სადაც მოხდა ჩემი დაპატიმრება პარლამენტის შენობასთან ვინაიდან ხელს უშლიდით მიხეილ სააკაშვილს და პარლამენტის წინაშე წარმსგარიყო ასევე მას ყავდა სტუმარი ჩამოყვანილი ჯოზეფ ბაიდენი მოგეხსენებათ ამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვიდე რომელთანაც არ უნდოდა ეჩვენებინა საკუთარი სახე რომ მეგაფონებით და ამ სირცხვილის კორიდორში მოუწევდა პარლამენტში შესვლა გავლა მოუწევდა სირცხვილის კორიდორის და წამოვიდა ასე ვთქვათ ნაწილობრივ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე ბაქრაძესთანაც, დავით ბაქრაძესთანაც და რუსუდან კერვალიშვილთან გარკვეულწილად მივახციეთ შეთანხმებას, მაგრამ ბოლო დღეს 20 ივლისს რაღაც თემებთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით და გამაფრთხილეს რომ დამიჭერდნენ
დიმიტრი ლოთქიფანიძე ჩამოვიდა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციულ და უკვე სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნისო სააკაშვილიო, ასევე ჯონდი ბავათურიო მითხრა ანალოგიური. მაგრამ რაღაც შეიძლება ახალგაზრდული ჟინი გქონდა, რაღაც იმდენი პოლიტიკური გამოცდილება არ ქონდა და გავრისკეთ. და დაგვაპატიმრეს, მოხდა დარბევა. სადღაც 1000-მდე პატრულის თანამშრომელი, პატრულის სპეცნაზი და ასე შემდეგ მოვიდა, პიკაპებში ჩაყვარეს რაღაც ყოველგვარი განმარტებების გარეშე, ვითომც და დავარღვიეთ მანიფესტაციების და შეკრებების და მანიფესტაციების კანონი და გადამიყვანეს სასამართლოში, სადაც შემიფარდეს 14 დღით პატიმრობა. დაახლოებით მერვე დღეს ჩემთან მოვიდნენ გამომძიებელი გუგეშაშვილი და პროკურორი ხუჭუა, ნანა ხუჭუა. უცებ გაიხსნა ძველი თბილისის სამმართველოში ვიმყოფებოდი მაშინ ადმინისტრაციულ და რამდენიმე დღე მქონდა დარჩენილი განთავისუფლებამდე და უცებ კარები გაიხსნა და ბადრაგმა მოთხოვა გამოსულიყავი საქმიდან. საქმიდან გამოსulis შემდეგ ეს ნანა ხუჭუა რაც კურიოზული შემთხვევა იყოს, გამოვედი და ხელზე მეცა და დაგაპატიმრეა. და მე რაღაც ხუმრობა მეგონა, რეალურად ვერ აღვიქვი რა, დაპატიმრებული ვიყავი ისედაც და ვერ მივხვდი რა ზე მაპატიმრებ და თან დაპატიმრებულ ადამიანს აპატიმრებენ, არ ვიცოდი საერთოდ რა მცნება იყო ეს, რაღაც ხუმრობა მეგონა, შემდეგ რაღაც ბრალი წამიყენეს, რომელთანაც საერთოდ ამ ბრალდებაში მოყვანილი დაზარალებულიდან დაწყებული და ფაქტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნდა და რა თქმა უნდა გაღიზიანება გამოიწვია ამან ჩემში მითხრეს რომ დავინტერესდი თუ საიდან მოიტანეთ ეს ინფორმაცია ან საიდან გქონდათ ეს რატომ გქონდათ ესეთი საქმე და შეეძლოთ თავისუფლად სხვა რამე აღეძრათ საქმე ან რატო დაშირდათ მსგავსი ღონისძიების გატარება, ვინაიდან ადრეც ყოველთვის სატელეფონო ზარებით და მე მქრებოდნენ რომ ჩამიდებდნენ იარაღს, ჩამიდებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას და ასე შემდეგ და ყოველთვის რაღაც ტელევიზიები აკეთებდნენ განცხადებებს რომ ვიყავი კრიმინალი და რაღაცა ოძველ ბიჭო ელემენტი, სტერეოტიპი იყო ჩემს გარშემო შექმნილი, ესეთი ტიპაჟი შექმნეს. და რომ დაუსვეს შეკითხვა, უბრალოდ ამიხსნეს, რომ 8 დღე ვიმყოფებოდი დაკავებული უკვე და ფიზიკურად ვერ გაფორმდებოდა ჩემთვის იარაღის ჩადება საკანში. ვინაიდან უკვე გაჩხრეკილი ვიყავი და არც იარაღი მქონდა, არც ნარკოტიკული საშუალება და მოუწიათ ფინანსური დანაშაულზე საქმის აუძრა. ამაზე სინაგლეზე და რაღაცაზე, რა თქმა უნდა, რეაქცია მქონდა, რომ ბრალს არ მოვაწერდი ხელს, სანამ ადვოკატს არ მომიყვანდნენ. მომიყვანეს, გადარეკეს, გადმორეკეს, მაშინაც ეკორკოტაზე თბილისში არ იმყოფებოდა და პირველივე დღეს ვერ გამოცხადდა. მოვიდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან მიხეილ ღონღაძე, ადვოკატი, რომელმაც პირადად შეუძლია კითხვა და ადასტურებს, რომ რაღაც პირდაპირი საუბარი ჰქონდათ და ეს ნაგლად იძახდნენ, რომ ეს იყო დავალებული, ვინაიდან მაშინ ვერ შეძლო სააკაშვილმა ჩემი დაკავება და ზეწოლის გამო, პატრიარქის ჩარევის გამო და ხალხის აქტიურობის გამო გამანთავისუფლეს. უნდა 4 წელიწადი იმ ხულიგნობიდან გახვედი და ეხლა 4 წელიწადია რაღაც მუხლი იყო 4-დან 7-მდე და რაღაცა პერიოდით ციხეში უნდა წავსულიყავი. მეორე დღესვე მოხდა ჩემი გადაყვანა სასამართლოში, სადაც ორთვიანი შემიფარდა გიორგი არევაძე, გირაო არ გამოიყენა. არა და ქონდა რაღაც მიზერულ ფინანსურ თანხაზე იყო საუბარი და ბევრად მეტი შევთავაზეთ გირაოში. სასამართლოების არ ქონა ვიყავი და ესეც გაგზავნეს რაზბუქში, რომ მაშინ გირაოთი არ გამანთავისუფლა, არა უარგუმენტოდ დატოვოთ, გადამიყვანეს გდანის ციხეში. ამის შემდეგ იწყება საქმის სხვადასხვა მხრივ დაკვალიფიცირება, ნაწილობრივ ეშლებათ საქმე, ვინაიდან მოქმედი პირი საქმის, აღნიშნული საქმის სოდის თანამშრომელი გიორგი გზირიშვილი, ხო, შევწდები, დაზარალებულად ვინცნეს. ხო,
უცებ გაურკვეველ ვითარებაში რაღაც ტრაგედია მოხდა, გარდაიცვალა ავარიაში და საქმე რეალურად ჩამოეშალათ. შემდეგ მოხდა სხვადასხვა ასევე პატრულის თანამშრომლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა ეპიზოდების შეკრება და საქმე გადაკეთდა ალბათ 5-ჯერ, სანამ დადგა ჩემი დამამტკიცებელი განაჩენი. და რაც შეეხება სასამართლო პროცესზე, როგორ მიმდინარეობდა, რა მიმდინარეობდა, დანარჩენზე ჩემი ადვოკატი ისაუბრებს ამ თემაზე. თქვენ თქვით, რომ სტრასბურგს მიმართავთ აუცილებლად. მე მინდა კითხოთ აი ავალიანის საქმეზე, რომ ტელევიზიასთან ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც იყო თქვენთან დაკავშირებით. თუ აპირებთ აი ამ საქმის ხელახალ გამოძიებას, იმიტომ რომ თავის დროზე როგორც ჩვენ გვახსოვს, პატრიარქმა შეგარიგათ და სასამართლო პროცესები თუ არის დასრულებული, იმიტომ რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო სასამართლო პროცესი არ ყოფილა ამაზე და ანუ სულ ცოტა ხნის წინ იყო ერთ-ერთი სხდომა. ამასთან დაკავშირებითაც რომ მოგახსენებთ, აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოება წლების მანძილზე თითქმის 4 წელიწადი იყო შეცდომაში შეყვანილი. მოქალაქე სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საქმე შეწყდებოდა, ეს მოხდა 7 მაისს. ხულიგანი, როდესაც მიწოდა და პრეცედენტი არ ექნებოდა აღნიშნულს და ვითომ გვაპატია ეს ხულიგნობის ფაქტი და ყველამ ვიცოდით, რომ აღნიშნული საქმე შეწყდებოდა ვინაიდან პატრიარქთან შერიგება მოხდა ჩემი და ავალიანის, ასევე სხვა მონაწილეების და არავინ არ ელოდებოდა, რომ ამ საქმეს ვინმე ამოქეკავდა და ისევ დაიწყებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით რაღაც დავა, ანძიება, სასამართლო გამოძიება და ასე შემდეგ. უცებ რაღაც არჩევნების წინ, იცით, ციხეში ვაქტიურობდით, პოლიტპატიმრები, რაღაც ორგანიზაციების შევქმნით და წლების მანძილზე ციხეში ყოფნის პერიოდში დაჭერის დღიდან არ გავჩერებულ ვართ და იმ წნეხის და ზეწოლის მიუხედავად ყველა ინფორმაცია გამოქონდა საჯაროზე, თუ რა ხდებოდა ციხეში, რა ხდებოდა ქვეყანაში, ჩვენი მოსაზრებები ქონდა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან ქონდა შეხება. ქონდა შეხება ბატონ ჰამერბერგთან, ასევე ჟურნალისტებთან, აზრიზ ბაბიცკისთან და ევროსაბჭოს ყოველთვის და საერთაშორისო საზოგადოებას ელჩებს ვაწვდებით ინფორმაციას წერილობით, სატელეფონო ადვოკატების მეშვეობით და ასე შემდეგ და ყოველთვის ქონდა ეს ინფორმაციის გატანა და ეს აღიზიანებდა ძალიან და არჩევნებამდე ქონდა ჩანიშნული ციხეში აქცია, არ შემოხაზა ხუთიანის ლოზუნგით, შემშევლობა დავიწყეთ პოლიტპატიმრებმა. მაშინ ჯერ ეგრეთ წოდებულმა პოლიტპატიმრებმა და არჩევნების წინ ჩამენიშნა პროცესი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხულიგნობასთან დაკავშირებით გაახსენდათ 4 წლის შემდეგ, ვინაიდან არჩევნები რომ დამთავრებულიყო სხვაგვარად, მე უკვე აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით, სადაც 4 წელი მომესაჯა მხოლოდ და 16-დან 28 წლამდე მქონდა 4 ეპიზოდი იყო და 3-ში გამამართლა ბადრი კოჭლომაზაშვილმა და მე-4-ში რაღაც ალბათ ზეწოლას ვერ გაუძლო თუ რა იყო. პირადად მე არ მაქვს თქვათ, აი ძალიან ცუდი დამოკიდებულება ამ ადამიანთან, ვინაიდან საშუალება არ მიეცა და ძალიან დიდი ზეწოლა იყო მასზე და საუბარშიც განმეცხადა, რომ ქონოდა რაიმენაირი საშუალება, აუცილებლად გამათავისუფლებდა სასამართლო დარბაზიდან, ვინაიდან პროკურატურის მოწმემ ერთ-ერთმა აღიარა, რომ საერთოდ ჩემთან შეხება არ ქონდა და თითქმის ყველა მოწმე იძახდა, რომ იცნობდა მხოლოდ ტელევიზიით საქმესთან დაკავშირებით მასალები იცოდნენ მხოლოდ გადმოცემით და ნიფტკიცება არ არსებობდა საქმეში. რეალურად არაფერი არ ქონდათ. რაც ყოველთვის ვაპროტესტებდით და გვეგონა, რომ ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდებოდა, მაგრამ 4 წელი მაინც მომიწია ციხეში ისდომა და ეს 4 წლიანი საჯელის ამოწურვის პერიოდი ახლოვდებოდა, ვადაიწურებოდა და მოინდომეს ხულიგნობის ეს ძველი ფაქტი ამოწიეს არჩევნებამდე ჩანიშნეს სასამართლოები და რომ არა ის რეალობა და ქართულ ხალხს მადლობა გადაუხადო, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს და არ დაუჭირეს ავტორიტარულ რეჟიმს მხარი და მისცეს ხმა ქართულ ოცნებას და დადგა საქართველოში სხვა რეალობა. მე ალბათ 5 წლამდე პატიმრობა კიდევ მელოდა. დღესდღეობით მიდის პროცესები. ჩამიტარდა არჩევნების შემდეგ 3 სასამართლო, სადაც
ავალიანიც იმყოფებოდა და თვითონაც გაკვირვებული დარჩა, რომ საერთოდ არ ვიცოდიო ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ კიდე განახლდებოდაო. არც მაშინ შემიტანია საჩივარი და ადასტურა სასამართლოს და უქმებში არის, რომ პოლიცია თვითონ მივიდა და თვითონ მოსთხოვა დაკითხვა. და არანაირი პრეტენზია არ აქვს ავალიანს ჩემთან დაკავშირებით, რაღაც ფონი იყო ისეთი, რომ ისიც აგრესიულად, თუმცა მეც აგრესიულად მოვიქეცი და ანუ მოხდა ჩვეულებრივი შეხვდა და აქ ხულიგნობას არ ქონა ადგილი, ურთიერთდავა იყო და არ გვაქვს არც ერთს ერთმანეთთან სადაო არაფერი. და იმედი მაქვს ქალბატონი ნათიას დახმარებით ამ საქმეზე ან გამამართლებელი განაჩენი დადგება, მაგრამ როგორც ვიცი, ამნისტირებულია აღნიშნული მუხლი და საქმე შეწყდება პროცესშივე ძიებაში და არ დადგება განაჩენი. ანუ ოფიციალურად ჯერ არ არის. 22-ია დანიშნული ახლა 22-ია სასამართლო და ალბათ ეს იქნება ბოლო პროცესი უკვე აღნიშნულ საფრთხეში. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ საკმაოდ აქტიური ხართ, მანამდეც აქტიური იყავით და ამიტომაც ძალიან გვაინტერესებს სამომავლო გეგმები რა არის, ხომ არა, პირებთ აქტიურად ჩაერთოთ პოლიტიკაში და სათხედავთ თავს, ანუ გამოსვლაში. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ყველა ადამიანი ასევე თუ ისე ჩემისადაც პოლიტიკაში ჩართულია. პოლიტიკა ზოგადად ურთიერთობას ნიშნავს და თქვენი შეკითხვა და ჩემი პასუხი ესეც პოლიტიკის ნაწილია. რაც შეეხება შეკითხვას ალბათ სწორად გადავაკვალიფიცირებ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თუ დავრჩები ან ასე შემდეგ, რასაც ციხეში ვაკეთებდით და იქამდეც ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, დავრჩები და ყოველთვის ექნება ჩემი აზრი, რომელიც იქნება ალბათ საზოგადოების ნაწილისთვის მისაღები და ყოველთვის დაუჭერი იმ საზოგადოებას მხარს, რომელსაც თავისუფალი აზრი აქვს და თავისუფლების მაღალი ხარისხი აქვს. არ შევეგუებით არასოდეს არც ძალადობას და არც ადამიანის უფლებათა დარღვევას, ვინაიდან ადამიანი ყველაზე ფასეულია სახელმწიფოში. აუცილებლად გავაგრძელებ ამ სფეროში მუშაობას, რაც შეეხება თანამდებობას და ასე შემდეგ. ამ თემაზე ჯერ არ მიფიქრია, ვაპირებ სწავლის დასრულებას, ვინაიდან და როდესაც დამიჭირეს მაგისტრატურა ვერ დავასრულე, ასე მინდა უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლება და ფიქრობ, რომ სწავლას გავაგრძელებ და ნახოთ მომავალში რა იქნება, ახლა წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც გეგმები მაქვს, რაღაც მონახაზი მაქვს. დღესდღეობით მუშაობ რამოდენიმე თემაზე. ეს არის პირადად ჩემი საქმე და რამაც მისცა საშუალება მინდა მადლობა გადაუხადო 2009 წლიდან იცით ჰელსინგის კომისია იყო, სადაც ქალბატონი ნათია კორკოტაძე, ვალია ფციაური, კახა კუკავა, ნანა კაკაბაძე და სხვა უფლებადდამცველები და ადვოკატები ადგენდნენ თუ ვინ იყო პოლიტპატიმარი, ვისი საქმე იძლეოდა საშუალებას და ვისი საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. ასეთი ჩემი საქმეც არც პირადი ნაცნობობით და ქალბატონ ეკაბესელიასაც ასევე მინდა მადლობა გადაუხადო და იმ პარლამენტს, რომელმაც ვეტო დაძლია. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგება და მისთვის ეს არის განაჩენი, ასე ვთქვათ, პოლიტპატიმრების არსებობა და ისიც ასაცილოა, როდესაც იძახიან, რომ ვაიმე რამდენი პოლიტპატიმარია და 200-ზე მეტი პოლიტპატიმარია, მე მინდა გითხრათ, რომ 2009 წელს პირადად მე მაქვს შესწავლილი 307 ადამიანის საქმე. უბრალოდ ეს ხალხი შემდგომ განთავისუფლდა, ეს ორგანიზმები და ასე შემდეგ. ეს ხალხი განთავისუფლდა და დღეის რაოდენობით 180 პოლიტპატიმარი იყო და რამოდენიმე ადამიანის საქმე კიდე იქნება შესწავლილი ალბათ და გამოვლინდება. და მინდა მადლობა გადაუხადო ამ ჯგუფს, რომელიც წლები მუშაობდა, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც წლების მანძილზე იურისტთა ასოციაციას, რომელმაც წიგნი გამოსცა და ერთ-ერთი ამ წიგნში ვიყავი მეც, ეს ჰოლანდიის საელჩოს დაფინანსებით მოხდა ამ წიგნის გამოცემა, ასევე Amnesty International-მა და ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა პოლიტპატიმრად თავის დროზე, რამაც დაუდო საფუძველი ჩვენს განთავისუფლებას და ჩვენი სტატუსის განსაზღვრას და ნამდვილად ვერ გავიზიარებ იმ და არავინ არ გაიზიარებს დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტპატიმრებს კაკაბაძე ბესელიას სიას უწოდებენ და მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ თუ რაღაცა.
მუშაობთ, ჩემი სამუშაო თემები არის დღესდღეობით ტელევიზიებთან დაკავშირებით ერთი თემაა, სადაც წლების მანძილზე იმედის პატრულის რუსთავიორს როგორც ასეთ პატრული იყო და კრიმინალურ ავტორიტეტად და რაღაცათ მომიხსენიებდა და კრიმინალად ნასამართლები არ ყოფილა ისე უარგუმენტოდ და სასწაულ სიუჟეტებს აკეთებდნენ. იმედმა განაცხადა რამოდენიმეჯერ რომ ვიყავი კრიმინალი საინფორმაციოში, ასევე საზოგადოებრივმა უწყებებთან მაქვს გარკვეული პრეტენზიები ამ საკითხებთან დაკავშირებით აუცილებლად სასამართლოში მექნება დავა ტელევიზიებთან. მაქვს ასევე მუშაობ თემაზე, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყოფილ მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. ფსიქოტროპული აფთიაქების თემა. როგორც იცით, სააკაშვილი აცხადებდა, რომ ნარკომანია დაამარცხა და ასე შემდეგ და ქვეყანაში გაჩნდა უამრავი ფსიქოტროპული აფთიაქები და ხალხი რეალურად გადაიყვანეს, ბევრად მასიური ნარკომანია შემოვიდა საქართველოში და ეს კოდელაკებით შემდეგ გადაარქვეს სახელი და დამალეს გახმაურების შემდეგ დაარქვეს კოდესანი, რომელიც ოპიატის ჯგუფის ნარკოტიკს მიეკუთვნება და ოფიციალურად ყიდნენ ამას ურეცეპტოდ წლების მანძილზე და ესეთი აფთიაქები არის 30,000-ზე მეტი საქართველოს მასშტაბით და ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მფარველობის ქვეშ ყოფი ბიზნესი და ძალიან დიდი შემოსავალი იყო საქართველოში ლეგალურად ყიდნენ 10 თეთრიან წამალს 15 და 20 ლარად და ბევრად მეტ სარგებელს იღებდა ნაციონალური მოძრაობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ნარკო ვაჭრობით, ასე ვთქვათ, და ვიღაცაზე დაბრალება, რომ ვითომ ნარკოტრაფიკიორი იყო და კორუფციაში იყო გარეული და რაღაც კროკოდილებზე საუბარი და საერთოდ არაკომპეტენტურია ეს ადამიანი, სააკაშვილზე მაქვს საუბარი, რაღაც ნარკომატიკებზე საუბრობს და რაღაც სისულელეებს იძახის, ჯობდა გაცნობოდა აღნიშნულ თემას და ძირეულად შეესწავლა ნარკომანიის პრობლემა, ეს ავადმყოფი ხალხია და მათ ესე პირობებად კურნალობა და არა ციხეში 20 წლიანი და 30 წლიანი სასჯელებით გამოკეტვა და ამ თემებზე მუშაობ, ძალიან მალე გამოვიდა საჯაროზე თუ რა ინფორმაცია გაგვაჩნია და რა დარღვევებს ქონა ადგილი წლების მანძილზე საქართველოში, რა კორუფციული სქემები იყო და შევიდა პროკურატურაში. ამაზე მე მუშაობდა ლევან ჩიტაძე, სანამ ციხეში ვიყავი ლევან ჩიტაძე მუშაობდა. გავაგრძელეთ, ერთად მუშაობდით, უბრალოდ მე ციხიდან მქონდა ინფორმაცია, მას გარედან მქონდა და კიდე, რა ვიცი, რაღაც თემები არის, იცით ხერხეულიძეს, ეკა ხერხეულიძეს და სანდრო ალავიძის თემაზე მუშაობთ, რომლებმაც არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ათასობით ადამიანი გაანთავისუფლეს, მხოლოდ იმის გამო, რომ იმედი აქვთ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ და რაღაცებს ვითომ გეგმავენ საგაზაფხულოდ. ამ გეგმებს აუცილებლად ჩაუშლით მე და ჩემი მეგობრები და არ მივცემთ საშუალებას რაიმე დეზორგანიზაცია შეიტანონ. მინდა მოგახსენოთ, რომ 2000 ადამიანი არ ვეწინააღმდეგები უპირველეს ყოვლისა ადამიანის განთავისუფლებას არასოდეს. მაგრამ იმ ფონზე, როდესაც 2000 ადამიანს უშვებენ არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ 1500 ადამიანს, რომელთა სახელები და გვარები არავინ არ იცის და რომელთა სასჯელები არის უმძიმესი და არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ რეალურად მათი განთავისუფლების. მათი უმეტესობის 90%-ის პრეზიდენტის შეწყალებებზე ვსაუბრობ, რომელიც ლობირებასაც აკეთებდა ეკა ხერხეულიძე და სანდრო ალავიძე. და ეს სხვა ძალიან ბევრ ასე ვთქვათ მიზეზს მოიცავს, ერთი რომ ხარდაჭერას ელოდებოდნენ, შემდეგი ის რომ უშვებდნენ რამდენიმე ისეთი ადამიანის სახელი და გვარი ვიცი, რომელიც გამოუსწორებელი კრიმინალია და ფიქრობდნენ ალბათ ფონდს შექმნიდნენ კრიმინალურს ქვეყანაში და ამის ფონზე ეწინააღმდეგებოდნენ ჰუმანურ აქტს, რაც თქვია ამინისტია და ეს ამინისტია ყველას რომ უნდა შეხებოდა, მე მგონი არავის არ ეპარება ეჭვი, ვინაიდან საზოგადოება გამოვიდა
არჩევნებამდე ახალგაზრდობა გამოვიდა და დააფიქსირა, რომ ეწინააღმდეგებოდნენ წამებას. და იქ არისო ტრანსპარენტზე მე ვერ დავინახე, რომ კატეგორიებად დაეყო, ვის უცხადებდნენ სოლიდარობას. კერძოდ უცხადებდნენ საერთო ჯამში უცხადებდნენ ყველა პატიმარს სოლიდარობას და ყველა პატიმარი წლების მანძილზე იყო ნაწამები ციხეში და წამების მსხვერპლს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია რეაბილიტაცია ჩაუტაროს. და ეს ჰუმანური აქტი სწორედ ამას ემსახურება და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო იმ ჯგუფს, ვინც იმუშავა ამ მინისტრიაზე, ქალბატონ ეკაბესელიას, საქართველოს პარლამენტს და დღევანდელ მთავრობას, ვინც ასე თუ ისე ჩარჩოში ჩასვა ამნისტიის კანონპროექტი და ძალიან ჰუმანური გამოვიდა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ფაქტი მოხდა საქართველოში, რომ რაღაც სამართლიანობა აღდგა და ხალხს ნაწილობრივ მაინც ის მორალური ზიანი აუნაზღაურეს, რაც წლების მანძილზე ციხეში მიუძღვის. თქვენ თქვით, რომ სტრასბურგის სასამართლოში აპირებთ სარჩელის შეტანას, როდის აპირებთ ამ სარჩელის შეტანას თუ იცით? რასთან დაკავშირებით მეუბნებით? შეტანილი მაქვს სტრასბურგში, როგორც 2009 წლის გატაცებებთან და ფიზიკურ ზიანის მიყენებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როდესაც იცით თავდასხმა იყო კოლმეურნეობის მოედანზე, სადაც პირადად იღებდა მონაწილეობას ყიფშიძე და არსოშვილი. და ეს მივეცი გამოძიებას და იქ არის უამრავი კამერა, იქ იმყოფებოდა პატრული და ამას ადასტურებს, იქ მოვაჭრე ინციდენტ ყვავილები იყიდება კოლმეურნეობის მოედანზე ზუსტად მაგ ადგილას მოხდა და ჩვენებებიც გვაქვს, სადაც ადასტურებენ ისინიც, რომ რამოდენიმე მანქანა მოვიდა, იქვე იმყოფებოდა პატრულიც, ტაქსი სტრაფარეტიანი მანქანები მოვიდნენ და გადმოვიდნენ არსოშვილი და ყიფშიძე, მომესალნენ და შემდეგ უცებ რაღაც თავში მოხდა გავითიშე და რამოდენიმე წუთის მანძილზე მიდიოდა ჩემი, ასე ვთქვათ, ფიზიკური ანგარიშწორება და დამიზიანეს ხერხემალი, რამოდენიმე მალა. ასევე იყო რამოდენიმე ფაქტი სახლთან გატაცების, იყო სროლის ფაქტი, ჩემთან ტელევიზიასთან აქვე მოხდა სროლის ფაქტი, როდესაც პატრონმა ისროლა ჩემი მიმართულებით, რამოდენიმე საათის განთავისუფლებული ვიყავი ხულიგნობის საქმიდან და მოვდიოდი მაესტროს, ტელევიზია მაესტროდან, საკანში ვიყავი სტუმრად მიპატიჟებული გია გაჩეჩილაძესთან და იქიდან ბრუნდებოდი სახლში და მოხდა ჩემი დევნა და რა ვიცი, ამ საქმეებთან მაქვს ასევე შეტანილი და ველოდებით სტრასბურგის დასკვნას ამ საქმეებთან დაკავშირებით, მოვითხოვთ გამოძიების დასრულებას, აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით აღძრულია საქმე, მაგრამ არც ერთზე არ არის რეალურად არის დავკითხულ ვარ განმეორებით და არავინ არ არის დასჯილი და მოგახსენეთ ასევე, რომ სასამართლოს მიმართავ აღნიშნულ ტელევიზიებთან დაკავშირებით ჩემს პრეტენზიებთან დაკავშირებით უნდა მიმართო, ვინაიდან მათგან მოვითხოვო გარკვეული ბოდიშის მოხდა თუნდაც, ვინაიდან პროპაგანდას ეწეოდნენ და მაინტერესებს და მინდა რომ გამოძიება ჩატარდეს აღნიშნულთან დაკავშირებით თუ ვისი დავალებით კეთდებოდა ეს და რისკენ იყო მიმართული აღნიშნული. აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით და კიდევ სხვა საქმეებს თქვენ საქმეს ახალ გაახილავთ თუ მოხდება? ჩემი საქმის ახალი განხილვა რა თქმა უნდა მოხდება, ქალბატონი ნათია. ხმაი დაიწყოს ახალი განხილვა როდის იქნება, რომ გვიძახ? პირველ რიგში მოგესალმებით. აი ამ ბოლო კითხვაზე ხარ ახან კითხვა დამისვით აუცილებლად ჩვენ საჩივარს შევიდეთ პროკურატურაში და მოვითხოვთ მელორ ვაჩანძესთან დაკავშირებით ყველა ფაქტის გამოძიებას, თავიდან დროის იყო უკანონო განაჩენები გამოტანილი მის მიმართ. და ალბათ არ დაემატება 22 ივნისის განაჩენი, იმიტომ რომ შეწყდება მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლეა კოდაშვილია და ეს აღნიშნული მუხლი, რომელიც მას შეფარდებული აქვს, ბრავად აქვს წარდგენილი, ეს არის ხულიგნობა, ამინისტირებულია და აუცილებლად შეწყდება და სამართლებრივად დიდავებთ
მელურ ვაჩხანძის საქმეებთან დაკავშირებით. მარტო საქმე არა, საქმეებთან დაკავშირებით. და როდის კონკრეტულად 22 იანვარს ჩანიშნულია ხულინობის ფაქტთან დაკავშირებით ბოლო სასამართლო პროცესი და იმედია ალბათ შეწყდება აღნიშნული სისხლის სამართლებრივი დევნა მის მიმართ. ალბათ პროკურატურა ვარ სიტყვის აღნიშნულ ამინისტიასთან დაკავშირებით, რომ ამინისტირებულია მეთქი გითხარით მიღმუხლი და შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა მარჩხანძის მიმართ. დიდი მადლობა.